მოგესალმებით მეგობრებო, მოვამზადეთ თინუსის სტეიკი დოგვის соуსში. ძალიან გემრიელი გამოვიდა და მინდა გაგიზიაროთ თქვენს და მინდა რომ სხვებსაც გაუზიაროთ, რათა ყველამ გასინჯოს ეს უგემრიელესი კერძი. თუ ჯერ არ გამოგიწერიათ გვერდი, გამოიწერეთ, მოიწონეთ და აკომენტარეთ. პირველ რიგში ვამზადებთ соуს. დაგჭირდება 1 სუფრის კოვზი მაიონეზი, 1 სუფრის კოვზი მდოგვი, ნახევარი ლიმონის წვენი, ნახევარი ლიმონის ცედრა, ერთი სუფრის კოვზი სოიოს соуსი, თაფლი 1 სუფრის კოვზი, ნახევარ ჩაის კოვდამდე დაღერღილი წიწაკა, შავი პილპილი და მარილი. დავაბლენდეროთ, უნდა მივიღოთ ოდნავ ბლანტი соуსი. აი, ასეთი დაახლოებით. მოვამზადოთ თინუსი. ტაფაზე დავასხათ ზეთი და 1 კბილი გაჭრილი ნიორი და დავაწყოთ თინუსის ფილე. მოვაყაროთ მარილი და პილპილი ზემოდან და შევწვათ თითო გვერდზე 2-2 წუთი საშუალო ტემპერატურაზე. გადმოვაბრუნოთ და ისევ მოვაყაროთ მარილი და პილპილი მეორე მხარესაც. შეიცვათ ჩვენი უგემრიელესი თინუსი. გადმოვიტანოთ თეფშზე, მოვასხათ ჩვენი უგემრიელესი დოგვის соуსი და გემრიელად მივირთვათ. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი გული სამზარეულო, რათა ნახოთ უამრავი საინტერესო ვიდეო რეცეპტები. მოიწონეთ და აკომენტარეთ, გააზიარეთ. თუ მოამზადებთ, აუცილებლად გამიზიარეთ აზრი, თუ როგორ მოგეწონათ ეს კერძი. ყველ თქვენს გამოხმაურებებს მომავალ შეხვედრამდე. ახვამდის.